გამარჯობა ძვირფასო გამომწერებო. ჩემს ერთ-ერთ წინა ვიდეოში unboxing-ს რო ვაკეთებდი სხვა ნივთებისა, მაშინ გაჩვენეთ და წარმოგიდგინეთ ესეთი გრძელი მუნდშტუკი რო გამოვიწერე და მინდოდა რაიმე ჩვეულებრივი ჩიბუხი, ჩვეულებრივი ზომის, ეგრეთ წოდებული ჩარჩვარდენად გადამიქცე, ანუ ძელი საეკლესიო ჩიბუხი რო არის, აი პროტესტანტულ ქვეყნებში, რადგანაც გრძელი მუნდშტუკი არომატიკების მოსაწევად არის, კარგი, მაშინ თქვი რომ მოვსინჯე თან და რომელზე უფრო კარგად წავიდა, აი ზუსტად ლორენზეტი არომატიკებისთვის მოქვს და აი ბატონო დღეიდან გვექნება აი ესეთი ლორენზეტი ჩერჩვარდენი. ამით ბუხართა რო დაждები უკვე ისეთ გითხარით მგონი ერთ ვიდეოში რომ შვილი შემეძინა უკვე და უკვე ნამდვილი ბაბუა ხარ ამით. ხო, აი ნახოთ როგორი იქნება და მე მგონი ამაში მოვწევ თამბაქოს რომელიც ძალიან მომეწონა და ძალიან კარგია, აი ეს ვეოლარსენის 1864 თანახა ესეთი ჩიბუხი რო ბუხარს რო ხდება რაღაც ცოტა სამთართან და სიცივესთან არის დაკავშირებული და მიხედავ იმისა რომ ათომში უკვე გაზაფხულია და თითქოს ზაფხულის სურნელი წამოვიდა ძალიან ათბა, ეხა ეს დღეები ძალიან აცივდა და დღეს აი ამ დასვენების დღეს აი ამ ცოტა სიგრილეში მგონი მოუხდება და გავსინჯავ აი ამას ვეოლარსენთან და უბრალოდ ერთად გავსინჯოთ, ერთად მოვწიოთ და პირველ ემოციებსაც იქვე გაგიზიარებთ. მოკლედ ჩავაკეთე აი ესეთ გერწოდებულ ჩარჩვარდენში, მაგრამ გადავიფიქრე ვეოლარსენის მაგივრად ჩავაკეთე აი ეხლა ხან მიღებული ირლანდიური ნაზავი. წმინდა პატრიკის დღისადმი მიზნული პეტერსონს რომ მოყვა. აი როგორც გითხარით კარამელის, ირისის და აი ეს გემოებით. ძველი ირლანდიური რეცეპტით არისო, დამზადებული როგორც აწერია ანოტაციაზე და აი საუცხო გემო აქვს და აი სატესტოდ პირველად მოვწიე პეტერსონის ჩიბუხში და აი ახლა უბრალოდ მაინტერესებს ამაში როგორი იქნება. ხო, აი ესე ვეძახით ჩვენ აი ხო ჩავაკეთე და ჯერ არ მოგვიკიდებია შრალად მოკაჩვას ვეძახით. თან ამოწმებ როგორ გაქვს დაპრესილი ზედმეტი არის თუ არა და კიდევ ერჯერ შეგახსენებთ რომ აი ესეთი მოკაჩვის დროს, შრალად მოკაჩვის დროს არც ძალიან წინააღმდეგობას უნდა აწყდებოდეთ რომ გიჭირდეთ მოკაჩვა და არც ძალიან მსუბუქი უნდა იყოს და თავისუფალი მოკაჩვა რომ გემრიელი და კარგი იყოს თამბაქოს წვისგან მიღებული ბოლი. და თან გემოვნთვისებსაც უსინჯავთ, აი ახლა აქვს ძალიან აი გემრიელი კექსის კარამელის გემოები. ცოტა ქარიქრის და ნახოთ აბა გაგიჭირდება თუ არა მოკიდება. არა გაგიჭირდა და თან აი საუცხოდ გაჩავს აი ეს გრძელი მუნდშტუკი.
გემრიელია და ეს რა თქმა უნდა უდაოა, როდესაც მუშტუკი ესეთი გრძელია. აქტიურად გარანტირებული გვაქვს გრილი ბოლი. მაგრამ აი ესეთი მუშტუკია. იმიჯურათაც და ისეც აი სულთან ბუხართან მოსაწევი არის რა. საერთოდ ქარიანი ამინდი არ უყვარს ჩიბუხს. და ეს დახურულ შენობაში ბევრს არ უყვარს მოწევა და მეც კატეგორიას ვეკუთვნი, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის თამბაქოები და ჩიბუხები, რომელიც აი მართლა დახურულ შენობაში ბუხართან მოსაწევია. ეხლა გაღვივდა ენელა კიდევ მეორე რა ეს ირლანდიული ნაზავი ფანტასტიკურია. როგორც მაშინ თქვი თავიდან, ანუ აი ეს ვანილის გემო მუდმივად აქვს და ეს თხილი და სხვადასხვა ლიქიორები მოდის თითქოს მიდის ხან თხილის გემო აქვს ხან ვანილის აი ლიქიორებისა და რაღაც ნაღების და ესეთი იცი ანოტაციაში წერია რომ სპეციალური ნაზავი არის და ძალიან სპეციალური და აი ესეთ ღირსშესანიშნავ დღეებში მოსაწევია, როდესაც აღმატებულ ხასიათზე ხართო და აი მართლა მასეთი აი გამორჩეული თამბაქოა. ჩიბუხი, რა თქმა უნდა, ჩემი ლორენზედია, საყვარელი ისედაც კარგი იყო სტანდარტული მუშტუკით, ეს სტანდარტული მუშტუკი სადღაც აქამდე წვდება და წარმოიდგინეთ, აი თითქმის ორჯერ მეტია აი ეს ჯორდანი და აქ გარკვეულად სხვაგვარად გრილი და სასიამოვნო მოწევა. ანუ სახში თუ იქნები ამ ჩიბუხს მხოლოდ ამ მუშტუკით მოწევ. გარეთ თუ იქნები, რა თქმა უნდა, აქ ცოტა მოუხერხებელია ეს და იქ სტანდარტულ მუშტუკს წავიღებ და სტანდარტული მუშტუკით მოწევ. ძალიან მაგარია. ეხლა ცოტა ქარიანი ამინდი რადგანაც არის, სხვა ის ჩიბუხის დამწყებელს მოგაცვდა და ინფორმაციას, რომ ასე დროს ხშირად ხელი უნდა გქონდეთ აი ესე დაფარებული. დაფარებული, რა თქმა უნდა, არ დაიწვათ. რომ ნაკლებად მოხდეს ანუ ქარი ეს ჰაერის მასები ჩიბუხში რომ ზედმეტად არ გააღვიოს და არ დაგიზიანოთ ჩიბუხი და მოსაწევათაც გემრიელი არ იქნება თამბაქო როდესაც ძალიან გაღვივებული არის. ან მეორე არის, ეხლა თან არ მაქვს, არ გამოვიტანე, იმიტომ რომ ხელით უკვე უფრო უკეთესად მშვიდი, აი სპეციალური ესეთი რკინის ხუფი არის ქარიან ამინდში მოწევისთვის, თუმცა ქარიან ამინდში საერთოდ მოწევას ღია სივრცეში უნდა მოერიდოთ. არ ჩიბუხისთვის არის კარგი და თქვენთვის არ იქნება გემრიელი, უბრალოდ უფრო მეტ წვალებას მოიტანს ვიდრე სიამოვნებას. ერთი პლუსი რაც არის, არასდროს არ ჩაგიქრებათ თამბაქო, მაგრამ ზუსტად ეს არის საშიშროება, რომ არ ჩაგიქრებათ, იმიტომ რომ მუდმივად გაღვივებულია. აი წარმოიდგინეთ, წვაც როცა წვავთ, ანუ ბუხარს ანთებთ იქ ხომ, როდესაც ჰაერს დაუბერავთ არა, ზედმეტი ჟანგბადის გამო
ნაგვერჩხალი და ეს ნაგვერდალი უფრო გვივდება, ხო, აქაც უბრალოდ ეს შემთხვევაა. ეხლა გავთიშავ და შუა ჭიბუხში დაგიბრუნდებით. ეხლა დაგიბრუნდით შუა ჭიბუხში. აი, უფრო დამჯდარი და გემრიელი გახდა. თითქოს თამბაქოს სიმაგრე მოიმატა. არ ვიცი ხა ეს თითქოს ვითა გამოწვევ, რომ მოიმატა როგორ. კარგი არის, რომ აი თამბაქოს სიმაგრესაც გწნო. და კიდევ ერთი ფაქტორი, სადაც აი ამ ტამპერს შევახებ, რომ აი მაშინ ეთყობა და უკვე კედლებზეც ეთყობა, რომ აი ძალიან ცხიმიანად იწვის, აი ძალიან ცხიმიანია. ის ნამწვავი და ფერფლი არ არის თითქოს აი ძალიან მშრალი. ხო, ეს ეთყობა იმის ბრალია, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ლიქიორში არის და სხვადასხვა იმაში გაჟღენთილი სითხეებში. მაგრამ ეს არ არის არომატიკები, რომლებიც რაიმეს აზიანებს, უბრალოდ თამბაქო ხდება ესეთი ცხიმიანს ვეძახით ჩვენ. ამიტომ მოწევის დროს უნდა მოედოთ უბრალოდ არ გადაგიხურდეთ მეტი არაფერი. და ასეთ ჭიბუხში და აი ესეთი მუსტუკით კიდე ნაკლები შანსია რომ გადაგიხურდეთ. ანუ იმის თქვა მინდოდა რომ აი დამწყები ჭიბუხის მწეველებისთვის ეს ნაზავი ცოტა მოსაფრთხილებელია რომ ჭიბუხი არ გადაგიხურდეთ და არ გაგიფუჭდეთ. ამაზე მაქვს რამდენიმეჯერ მეთქვა გადახურებას თუ რა ზიანი მოაქვს ჭიბუხისთვის და მას ვისაც ჭიბუხის მოწევის გამოცდილება აქვს მისთვის ეს დაოთ არ ნახულად გემრიელი და სასიამოვნო თამბაქოა. ენაზე არ იკბინება მიუხედავად იმისა რომ ვირჯინიებია და ვირჯინიებს აქვთ ეს ცოდვა ჩემ შემთხვევაში მithuetes მithქვავს რომ ცოტა ფიზიოლოგიური მომენტი არის ადამიანები ვისაც ვირჯინია არასდროს არ კბენს ენაზე არის ადამიანები ვისაც კბენს და ცოტა ნორმაზე ზემოთ აი მე ვარ ასეთი ნუ ვირჯინია ჩემ შემთხვევაში ხშირად იკბინება აი აქ მიუხედავად იმისა რომ ვირჯინიის ბაზაზე არის არ იკბინება მაგრამ ნუ ეს ნაზავი მოწეული მაქვს პეტერსონის ორ სისტემიან პეტერსონის სისტემაში ანუ ორკამერიანი ჭიბუხი რო არის და სპეციალად იმისთვის არის გაკეთებული რომ აი ეს მოვლენა ენაზე კბენა მინიმუმამდე დაიყვანოს ან საერთოდ გააქროს და იქ ამას დავაბრალე აქაც ამ შემთხვევაში აი ამ გრძელ მუნშტუკის დამსახურებაა და კარგი ჭიბუხის ცოტა თავსაც შევიქებეთ ყველა მეც მოწევის ტექნიკა უკვე კარგ დონეზე მაქვს და ჩემი დამსახურებაც მაგრამ ნაზავიც არის ძალიან კარგი ხარისხის და ესეც არის რა. ამასობაში ჩაგვიქრა. ეს არომატიკების გარდაუვალისა და თან რატო ჩამიქრა ახლა. აი არ მაქვს იმის შიში რომ ვაიმე არ ჩამიქრეს, უქს აქვს აი შიში ვაიმე არ ჩამიქრეს და პირიქით უფრო გადაახურებენ. აი ჯობი არ გაგიხურდეთ და აი ზღვარზე იყოთ. არომატიკის ზღვარზე ყავდეთ ჩაქრობა არ ჩაქრობის და ჩაგიქრეთ არანაირი პრობლემა არა ჩაგიქრებათ მოუკიდებთ 100 ჯერ შეგიძლიათ მოუკიდოთ მოწევის დროს და ეს არაფერს არ ნიშნავს. რო ან თქვენი ტექნიკაა დაბალი მოწევის ან რაიმე საჩოთი რო ამაში არა მოდივად გქონდეთ რამოდენიმე სანთებელა, იმიტომ რომ რაღაც კლიმატურ პირობებში სხვა სანთებელა, ერთი სანთებელა ჯობია, რომ ანთების პრინციპი რო სხვადასხვა არის. ამას გულისხმობ მე. და რაღაც პერიოდში, რაღაც სიტუაციაში ის მეორე სანთებელა არის კარგი და საერთოდ სანთებელას აქვს ესეთი ცუდი თვისება, რაც არ უნდა გამართული გქონდეთ, შეიძლება აი ერთი რაღაც მომენტში აღარ აინთოს ან გაზი გათავდეს ან რა ვიცი. ჭიბუხის წელს მუდმივად ორი სანთებელა აქვს და
ხო, კიდე ერთი ახლა რადგან ცოტა ქარი არის, საერთოდ აი ზიპო ხო ვიცით არა, სანთებელა ჩვენ. ლეგენდარული ამერიკელი მწარმოებლის. აი ზიპო ვიცით რომ ქარში არ ქრება, ხო? და ჩიბუხის მოყვარულებისთვის ზიპომ შექმნა სპეციალურად ჩიბუხის სანთებელა. ჩიბუხის მწერელთათვის სანთებელა უკვე გამოვიწერე, ჩაომივიდა და გავაკეთე მასზე განკუთვას და მასაც გამოვიყენებ და ცოტა ქარიან შემთხვევაში აი იმ სანთებელას გამოიყენებ. ძალიან კარგია. მაგალითად, ბევრი რა ვილაპარაკო, საუცხო ჩიბუხი გამოვიდა, აი ჩემი დამატებული გზელი მუშტუკით და როგორც საუბენ, ანუ ახალი სეტი გამიჩნდა ლორენზეტის, ეს გზელი ვარიანტი ჭიჭვარდენი და აი ირლანდიურ მონაზონმა მართლა გამოუწერა. ძალიან მოყოფილი ვარ, რომ ჩიბუხი გამოვიწერე ისედაც მინდოდა და აი ესეთი კარგი ბონუსი მოყვა. თან ცოტა აი შენს იმასაც აქ მოყოფილებს, რომ თამბაქო, რომელსაც ვერავინ ვერაზოს ვერ შეიძახს. თვარიღი და პეტერსონის ჩიბუხი. აუ ძალიან გრილი და ძალიან კარგი ბული აქვს. ეხლა რა მინდოდა მეთქვა ბოლოში. ხო 5 წუთი გადადებული მქონდა ჩიბუხი. ავიღე და მოკიდება არ დაჭირდა ჩვეულებრივად გაღვივდა ისევ. ეს სრულიად თამბაქოს ნაზავის დამსახურება ან კარგად ინარჩუნებს იმ ნაღვერდავს. და ნელ-ნელა იწვის, ასე ნელ-ნელა იწვის. ეს ცხიმიანო თამბაქოებმა იციან ხო? მე ვთქვი რომ მინუსი მისი პლუსი, ხო? აი ეს გარკვეულ შემთხვევაში პლუსიც არის, რომ აი ესე როდესაც ნელ-ნელა იწვის, უფრო გემრიელი და სასიამოვნოა. თქვენს გითხარით რომ ჩიბუხის სიჩქარე არ უყვარს, აი ესე გადადებთ ხანდახან გაგრილდება ჩიბუხი, თქვენ შეისვენებთ, შემდეგ გააგრძელებთ. ეხლა ხო ვიდეოც რატო ჩავრთე და რატო რა მინდოდა გითხრა და თითქმის ბოლოში ჩავიდა და ისეთივე სასიამოვნო და ესეთი გემრიელი ისინი არის. აი თითქოს ესე კარამელი და ეს არომატიზატორები გაქრა სადღაც. მაგრამ აი კარგი გემრიელი თამბაქოს გემოდარჩა და ეხლა აი თითქოს ის რომი თუ ლიქიორი სადღაც იგრძნობა. სულ სხვა გემოები იყო დასაწყისში, ძალიან გემრიელი და ძალიან კარგი. და აი ეხლაც თავისებურად გემრიელი და კარგია. მე რა მისი გზია ბიჭო რა, კადრში არ ეტეო. და ერთი რაც არის ხო აი მხოლოდ სახში მოსაწევია და უბრალოდ ქუჩაში ხერხულიც იქნება და თქვენ შეიძლება დაგაკომპლექსოთ რა ეხა ამით ეხა ალიონი ძველი მე-19 საუკუნის ადამიანები ვერ დაიწყებთ ქუჩაში სიარულს. რაც კარგია უნდა გქონდეთ მithuetes როდესაც შეგიძლიათ მხოლოდ ეს მუშტუკი გამოიწეროთ და თქვენ საყვარელ ჩიბუხს შეუნაცვლოთ და გექნებათ სტანდარტული და ესეთი გზელი ჭერჭვარდენი აღარ დაგჭირდება ცალკე ჩიბუხის შეცვლა. და ასეთი კლასიკური ჭერჭვარდენი, ესეთი გზელი ყალიონი ჩიბუხის მწებელს აუცილებლად უნდა გქონდეს. ეს სხვა გემოებს იძლევა.
ნახვამდის. მომავალ განხილვებამდე.